გამარჯობა ძირფოს ტელემოყოლები ვართ გორში აქ ადრე იყო სტალინი ეხლა ცარიელი ადგილი და სტალინური მეთოდებით აგრძელებს თუ არა ხელისუფლება მოქმედებას იმ ქვეყანაში სადაც სტალინის ძეგლი აღარ არის ვინ ახარ შენა რეკა დოჭვერი ახალგაზრდების ასოციაციის ადვოკატი რაღაცა ისე მორცხვად გამოიყურები და შეიძლება მოგელოდეს თან გამკლავებას რა ხდება ეხლა დაკითხვა ვინ და ვინ მოხვედით? ახსნა განმარტებაზეა, საიას იურისტები ვართ, 4 ადამიანი, რომლებიც ახლა 12 საათიანზე შესულები არიან, 3 ადვოკატი, ერთი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ჯერჯერობით არ დაიბარეს. ანუ ეხლა შესული არის დაკითხვაზე ვინმე? კი, ეხლა შესულები არიან 10 საათზე, 11 საათზე, 12 საათზე და ისე მიყოლებული არის 1 საათი. რამდენი კაცია შესული? ეხლა არ ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ კონტროლის პალატამ დაიბარა ახსნა განმარტებების მისაცემად. რასთან დაკავშირებით? კონკრეტულად როგორც უწყებებში უწერიათ ადმინისტრაციულ წარმოება, მაგრამ ის არ დაუკონკრეტებიათ რა სახის ადმინისტრაციულ წარმოება. დასაკითხი პირი არის აქ დაიმზირება? აი ნათია გოჩელაშვილი. აბა. წითელ პალტოიანი? გამარჯობათ. როგორ ხართ? ეს ალასანიას ხალხია. ჰა? გამარჯობათ. კარგად. არ დაგიბარეს თქვენ? თქვენ ხო არა ხარ? პირადად შენ ხო არა ხარ? ხარ? მართლა, ეხა მომისმინე. ისეთი სუბტანასკები გასვია? ხო რა, სპეციალურად ყველაფერი წესრიგში მაქვს. იურიდიულადაც და პიროვნულად. ხო, ყველას, ხო? კაი, აბა რა დაგიბარეს მითხარი? ვინ ახარ? ვინა ვარ? ხო. ვინ ვარ და ნათია გოჩაშვილი. ანუ? თავისუფალი დემოკრატების წევრი. ხო, რატო დაგიბარეს? არ ვიცი რატო დამიბარეს, დღეს გავიგებ ხაროშევა. მოვიდა, გაურკვეველი შინა. აბა მაჩვენე უწყობა. კი ბატონო, ერთი უწყება, მეორე უწყება, იგივე იდენტური ტექსტი, კი ბატონო გახსენით. აბა, მესამე სართული საერთოდ. აბა, ესაა? ეს არის გუბერნატორი? გამარჯობათ. თქვენ გუბერნატორი ხართ? შეიყუჟა. შეყუჟული იქნა. სხვენია ხომ საზოგადოებასთან საზოგადოებასთან სხვენია ურთიერთობა და რატო სხვენია ვერ გავიგე. აი, ნუ თუ გადმოიხედავს კიდე დაუგზახებს, არ არის პრობლემა. აბა, საქართველოს კონტროლის პალატა უწყება. საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური შეკითხვების მოჩვენებით თვალთმაქციური გარიგზების გზით გიჭერენ პრაქტიკულად დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული მიმდინარეობს. ადვოკატით და 12 საათზე გორის სტალინის ქუჩა? კი. ეს სტალინის ქუჩაა? არ ძეგლი აიღეს და სახელი არ გადაუკეთებია? ეს არის სტალინის გამზირი? გამოხვედით? გაგხადეს ტანზე თუ არა ჯერ? არა, მარტო კურდღა გამხადეს, მეტი არაფერი. რა ქვია? დავითი. სად რატო დაგიბარეს? ამატევი ხარ ალასანიას? დიახ, მე ეროვნულ ფორუმში გახევარ. მერე? ახსნა განმარტება ჩამომართვეს, თუ რას ფლობდი ქონებას, რას ფლობ ქონებას ამჟამად? გადარიცხეთ თქვენთან ხარ? არაფერი არ გადამირიცხა. საერთოდ არ გადაგირიცხია არსად? არსად არაფერი. აბა რატო დაგიბარეს? ხო, აი ეს იყო გაურკვევლობა. მოიცა უკაცრავად დიდი ბოდიში. დავით, შენ ფული არ გადაგიცხია ქართული ოცნებისგან არის. დარწმუნებული ხარ? ანუ უბრალოდ ხარ ფორუმის წევრი? და შენ უბრალოდ ფორუმში ხარ, თანხა არ გადაგირიცხია? შენ მიგიღია თანხა? არაფერი. მოიცა, ხედავთ? რა ხდება? თანხა არ გადაურიცხია, თანხა არ მიუღია საერთოდ. არა, რაღაც შეცდომაა, იმიტომ რომ რატო დაგიბარეს მაშინ? რა უფლება გქონდათ რომ კითხვები დაესვათ შენთვის მაშინ? არ ვიცი. ვის იყო დაბარებული დღეს? არავის არ გადარიცხული. არავის არ არის არაფერი, არც გადარიცხული, არც შემოტანილი აქვს არაფერი საერთოდ. საერთოდ უბრალოდ პარტიის წევრები არიან? პარტიის წევრები ან უბრალოდ დაბარებული ხარ? კი, იყო დაბარებული ვარ მე. არ მომისმინე რა? ვინ ახარ? არც პარტიის წევრი ვარ, მაგრამ დაბარებული ვარ. ვინ ახარ? ჩვეულებრივი ადამიანი საქართველოს მოქალაქე. პარტიაში ხარ? არა ვარ.
პარტიაში? არა, ხარ პარტიაში? არა ვარ პარტიაში. აბა რატო დაგიბარ? სახე არ მოწონ ჩემი? კეთობა. ხარდამჭერი ხარ? რომ რა, აბა მაგ მე რომლის ხარდამჭერი ხარ? რომლის ხარდამჭერი? არასანიის პარტიის თავის. მე არის ცი რო ხარ რუსეთუმეების პარტიაში არ შეიძლება რომ იყო და მხარი და თელი ჩემი ცხოვრება რუსებს ომობდი. აი ხა გიცდა ფეხი ბრუდეგზით გაიწყე. მოიშნე ფული გადარიცხე? არა რა ფული გას. ფული მიიღე? ფული გადაგირიცხე. არაფერი არ გადაგირიცხე და არაფერი არ მიგიღია? იდი. მოსაწყუარი რა მაქვს. არ გადარიცხვის არა მაქვს, რამე თქო ის აბა არ რატო გადავიწყე. დაგიბარეს? აი რო შევალ ალბათ გავიქე. დაკითხვაზე არ ვინმე? გამარჯობათ. გამარჯობა. დაკითხვაზე ვარ კონტროლის პალატაში, რა გავაკეთო? დაკითხვაზე ვარ მართლა, რა წარმოადგინო, მითხარით? მოსაწვევი? თუ უწყება? მოსაწვევი არა, მოსაწვევი თიაჩი, უწყება. კაი, და რო წარმოგიდგენთ მე ამიშვით, ხო? მე მგონი აქ უნდა იყოს. დაკითხვაზე. ძალიანად თხოვთ. იმიტომ რომ ფული არ გადამერცხე არც εκεί და არც აქ და დამიბარეს და არ ვიცი რატო. ერთი წუთით შეიძლება? შეიძლება ერთი წუთით? კაი, ეხლა თუ მოხვალ დაგელოდებ, ზეგ მოხვალ, ხო? თქვენ დაკითხვაზე ხარ? ჩემი შვილი დაიბარეს და აბა ვინ? თქვენ ახარ დაკითხვაზე ხარ ჩამოსული? რატო დაგიკითხეს? რატო მართალ გითხრათ მიზეზი მითითებული არ არის? ვინ ახარ? პარტიის წევრი ხარ? პარტიის წევრი არა ვარ. ერთი ორჯერ დამინახეს. მხარდამჭერი ვარ, კი ბატონო. რომელი პარტიის? ალესანიასთან ვარ. მომისმინე და ფული გადარიცხე სადმე? არა, რა ფული გადავრიცხე, ხელფასიც არ ამიღე და საერთოდ 6 თვე ხაშუშიც არ ვიყავ და ხო. ფული მიიღე შენ? არანაირი არაფერი. კაი, ფული გადარიცხე. სახითაც არ მიმიღე, არც გადამირიცხე. ანუ ფული არ მიგიღია და არ გადაგირიცხე. არ გადამირიცხე, კი ბატონო. შენ ფული გადარიცხე? სად გადავრიცხე ვინ გადამირიცხე? აუ იმდენი მივიღე რომ ვერ ავთ. არა, მართლა მაინტერესებს. რა ფული? არ მიგიღია? რომელ ფულზეა? ანუ არც მიგიღია, არც გადაგირიცხია? რომელ ფულზე? აბა რატო კითხავენ? მე რა ვიცი. მე მგონი შენ ნახვა უნდა და უბრალოდ. ჩემი როზა აინტერესებთ რა. კიდე ვინ არის დაბარებული? თქვენ? შენ დაბარებული ხარ? კი. რატო დაგიბარეს? არ ვიცი. ფული გადარიცხე? არა. ან მიიღე? არა. ქართული ოცნებიდან ან რომელიმე პარტიიდან? არა. არც მიღებული და კარც გადარიცხული? არას აიხლა ეს ბოლო პერიოდი საერთოდ არა. ბოლო პერიოდი კი არა, საერთოდ არა. და პარტიის წევრი? პარტიის წევრი ვარ. რომელის? თავისუფალი დემოკრატების ამ. და არც ფული მიგიღია და არც გადაგირიცხია. არა. აბა რატო გიბარებენ? არ ვიცი. რა ინტერესებს? აი რო გამოვალ გეტყვი რა კითხვებსაც დამისვამენ. დაკითხვაზე იყავი? მე ვიყავი ახსნა განმარტების ვინ მისაცემად. ახართ? თავისუფალი დემოკრატი. ფული გადაირიცხეთ თუ მიიღეთ თუ რა ქენ? არასოდეს არანაირ ფინანსურ მახინაციებს. მახინაციაზე არ გიქცევთ. არასოდეს პარტიიდან არასოდეს ფული არ მიმიღია, არასოდეს ფული არავის არც გამიცია, არც ქართული ოცნებიდან. მე იდეურად მოიცა ეს იდეურად სხვა რაღაცას გეკითხებ, გასაგებია რომ იდეურად ხარ, მაიცა. თქვენ ფული შეწირეთ ვინმეს? არასოდეს. და ფული მიიღეთ? არასოდეს. აბა რატო დაგიბარეთ? რას გეკითხებოდნენ? მეკითხებოდნენ ჩემი ოჯახის შემოსავლების რა შესახებ. შენი საქმეა თქო მე? ადვოკატი გახდა? კი, მახდა ადვოკატი. პირველ რიგში მოვითხოვე საქმის მასალები. ხო, მე და მითხრეს რომ აქ თქვენზე არ არის ადმინისტრაციული საქმის აბა რატო დამიბარეთ? ჩვენ უბრალოდ ჩათვალეთ რომ მოწმის სტატუსით გკითხავთ, ხომ არანაირი კავშირი არ გაქვთ და აზე ხარ რაშალიჩობენ რა. იბარებენ პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, რომელსაც არასოდეს ფული არ გადაურიცხავთ, არც ქართულ ოცნებაში, არც თავთავიანთ პარტიაში და არც მიუღიათ თანხა. უბრალოდ ესაუბრებიან. ტონი როგორი იყო, ტონი? ტონი იყო, ასე ვთქვათ, ძალიან პატივისცემით მეპყრობოდნენ თვითონ როგორ. არა, მე გახდა გაჩხეკა არისო. არანაირი უფლებამოსილების გადამეტება. ასაგებია, მაგრამ თავისთავად ესენი დაბარებულები ხარ არიან. დაბარებულები ხარ თქვენ? ფული გადარიცხული გააქვთ? არანაირი. მიღებული გააქვთ? უბრალოდ დაგიბარეს რატო მაშინ? გავიგეთ. დავაბრუნეთ სამუშაო ადგილზე, აბა გამოვდევნეთ და დავაბრუნეთ. სად არის? გამოდიან გარე. სერიოზული დაკითხვებია რა. ხალხი მოვა, ეხლა კიდე ჩამოვა ალბათ, ხო? ალბათ. არიან. არა, ეს ჯგუფად დაფარებები ძალიან მაგარია. ისეთი ადამიანებს, რომელსაც
ფული არ გადაურიცხიათ საერთოდ. არც მიუღიათ, არც გადაგირიცხი, არც მიგიღია, ხო? არაფერი ნეტა რამე მომცენს, ეხლაც გამოვართმევ რა პრობლემაა. ყველას. მარა, თუ გინდა მოიტა შენც გამოგართმევ. მე ძირითადად აქეთ მაძლევს ფულს. გოში პოლიციელები. რა პრობლემაა? სად არის ეგრე? მე რომ მოხდეს არის. თქვენ დაკითხვაზე ხართ? თუ ვიყავი უკვე გამოვედი. რა გკითხეს? არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ რა იყო, რა მაკავშირებდა პარტიასთან და რა მაგათი საქმეა, რა გაკავშირებს პარტიასთან? რა ვიცი, აბა რომ მე სხვა შემეკითხნე და უპასუხე და. კიდევ ერთი გამოსული პარტია? რესპუბლიკური პარტია. ფული გაქვს გადარიცხული? არა მაქვს. მიღებული გაქვს? რატო დაგიბარეს აბა? აბა რა ვიცი. ანუ ვინ არის, რა გკითხეს? სად მუშაობ, თუ მუშაობო? რა შენი საქმეა? შემოსავალი თუ გაქო? რატო უნდა გიბასო? რამეში ბრალდებული ვარ თქო? არა ვარ. ხო და კითხე ისა? იმათ. კითხე. არა ხარ ვარ. არა ხარ. უბრალოდ გვაინტერესებს. просто გვაინტერესებს. ნაციონალებს იბარებენ, ეგ მაინც ან ქრისტიან დემოკრატებს, ან არ ვიცი ვიღაცებს. არ ვიცი, ეგ უნდა კითხოთ აბა რა შიგნით არის. რა მაინტერესებს? მე ამათ ვკითხე და ფული არ აქვს გადარიცხული არასოდეს და არც მიღებული არ აქვს. რატო დაიბარეს? ანუ რასთან აქვს საქმე იურიდიულად რო გაგვიმართო? ამ შემთხვევაში მათ უწყება მიუვიდათ, რომ არის დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევა თვალთმაგცურ გარიგებასთან დაკავშირებით. დაწყებულია მოკვლევა თუ რაღაც? ხო, დაწყებულია კი. და აქედან გამომდინარე, ამათთან მიმართებაში, ესე ვთქვათ, სტატუსი არ არის გარკვეული, რა სტატუსით არიან ეს ადამიანები დაბარებულები, არც უწყებაში არ ჩანს. რომ შედიან და რო ეკითხებიან, არ ეკითხება იურისტი რო? როგორ არა, მაგრამ გარკვეული სტატუსი არ აქვს, არც მოწმე არ არის, არც ესე ვთქვათ, სამართალ დამრღვევი არ არის ასეთ შემთხვევაში. ბრალდებული ასე ვთქვათ, ან ეჭვმიტანი. საუბარი არის, რომ ვითომ არიან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები. გავიგე, მაგრამ კი არიან, მე რა. თუმცა გეთანხმებით, რომ მანდაც დიდი დარღვევაა, იმიტომ რომ თუ ნიშნი ადამიანი პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირი, ჯერ ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით დაობს ადამიანი, იმიტომ რომ თulis რო არ არის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირი და შესაბამისად ამაზე მიმდინარეობს საქმის განმარტების ჩამორთმევა. რო ეკითხები, აი ხარ ჩიგდამყოფი შეხვედით? არა, მე არა. არა. ანუ ადვოკატი ხო ეკითხება ვიღაცას ტიპს, რომელიც კითხასო. რა სტატუსით არის ეს კაცი? პასუხი რა არის? პასუხი არის ასეთი, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირი. ეგ სტატუსი არ არის, ეგ არის. სტატუსი არ არის გეთანხმებით. მაგიტომ ვიძახი, რომ ეს არის დარღვევა. უბრალოდ ესე იგი რა გამოდის? მე ეგ ხვდები, რომ შეამჩნიეს რაიონში ისედაც იწოდნენ, ხო არაფერი არ იმალება, რომ პარტიის მხარდამჭერია, რაღაც მუშაობს უსასყიდლოდ ამ პარტიისთვის ან რაღაც, არ ვიცი, აქტიურობს, გაზეთები დაარიგეთ? კი, გავარცილე. გავრცელე გაზეთები. ამაში ფული აიღეთ? არა. აბა რატო დაარიგეთ ისე? კეთილინებაა ჩემი. ეს კეთილინებაა. და ეს ახლა განმარტება აღმოყოფილოთ მაგათ, რომ თქვენი კეთილინებაა. მე არ ვიცი აღმოყოფილებ თუ არა. ფული გაქვს მიღებული? არა. გადარიცხული რომელიმე ანგარიშია? არა, ვიცი. და ამ გაზეთების დარიგებაზე გკითხეს? კი. რა მე? არაფერი რატო დაარიგეო, ხო? არა, რატო დაარიგე არ ვთქვა. უბრალოდ მე დაარიგე თუ არა, მე დავარიგე. და მორჩა მეტი არა. რატო ხარ პარტიაში, რა გინდა? არა. ეგეთი კითხვები არ ყოფილა. ვინ ახარ, ისე ვინ ახარ? მოხდა, ისე ვარ რეზო ნადირაძე, ჟურნალისტი. სად მუშაობ? ამჟამად ხალხის გაზეთის დისტრიბუტორი ვარ, ამ გაზეთებს ვარ. მერე? მოხდა ისე რომ დავარიგე ქართული ოცნება. გაზეთი. გაზეთი. ფული აიღე მაგას? არა, არ ამიღე, არანაირი ანაზღაურება. ხო, მერე? და შემდეგ მომივიდა უწყის. ხო. მომივიდა უწყის, სადაც ეწერა რომ თვალთმაგცური გარიგების ამბავში ხარ შემჩნევ. შემდეგ ვითვალთმაგცე. შემდეგ მე ნათია მოგელაძის სახელზე დავწერე განცხადება, აი აგერ განცხადება, ჩავაბარე კონტროლის პალატას და ვითხოვდი თუ რის საფუძველზე ვიყავი და რაში ვიყავი შემჩნეული. ხო, ანუ გავასაჩივრე. ხო და კონტროლის პალატა მაგ ბეჭედი დამირთყა. მივიღე, ანუ კონტროლის პალატა ვალდებული იყო 10 დღის განმავლობაში თბილისში. ხო. 10 დღის განმავლობაში ეპასუხა ჩემთვის, ანუ რატო ვარ ეჭვმიტანილი, რასთან დაკავშირებით. და ეჭვმიტანილი რო ხარ, საიდან გაიგე? ანუ აქ წერია რომ მე თვალთმაგცური გარიგებაში ვარ ეჭვმიტანილი. ამსა წერია. ანუ აი ნახე. არა, ნუ გასაგებია, მაგრამ დაბარებული ხარ, რა სტატუსი ხარ, დაბარებული არ წერია. მაგას ვითხოვდი, რა სტატუსი ხარ დაბარებული. მერე? შემდეგ ხდება ისე რომ ამის მაგივრად რომ მივიღო პასუხი. გიბარებენ. გუშინ მომდის ხელმეორე უწყისი რომ მე იგივე ტექსტი წერია ოღონდ გამეორება არის ის რომ ხელ განმეორებით გიბარებთ, ხვდები? მერე? და დღეს ვარ 5 საათზე დაბარებული. და მე ვაპირებ რომ აი აქ მე უფლება მაქვს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის მოთხოვნა მაქვს. ანუ სხდომის ოქმი რომ შედგება, მოვიწყო ამის. მეჟაშუმა დღეს თქვა რომ ჩავიწერთო. აუდიო ჩანაწერი და ჩავიწერთო. ანუ ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის ეს ყველა სამუდამოდ რა ხდება შიგნით. ტელევიზიაში გური ხერხი მინდოდა რომ
მეხმარა რომ გამოდიხარ ჩაგწერთ მეთქი და არ შემილია მსახიობობა. ჰა? მომისმინე. დიახ. ახლა როგორი სახე მიიღო. თვალთმაგცურ გარიგებაში განანაშაულებდნენ და ეხლა დაკითხვიდან გამოხვედი. არაფერი თვალთმაგცური არ ვთქვი, შემეკითხებ რამ პარტიას ამის შემოწირულობა თუ იყო და არაფერი არ ყოფილა. ნორმალურად დილობიანად ძალიან დილობიანად ძალიან ნორმალურად კი. აი რომ შეხვედი ადვოკატთან ერთად იყავი, ხო? კი, ადვოკატთან. რა სტატუსით გითხავთ, ხო, იკითხეთ? არ მეკითხე. ადვოკატმა? აღარ გახსოვს. არ მახსოვს, არ ვიცი, კითხა თუ არა ვერ. ხო და უბრალოდ რამდენი ხანი გრძელდებოდა? ნახევარ საათი. ხო და ანუ კითხვები იყო, შეწირეთ თუ არა პარტიას, ამი მიიღეთ თუ არა? თუ არა, კი მუშაობდნენ თუ პირადად სადმე თუ არა და სხვა შემოსავალი მაქვს. ესე იგი ნახევარ საათის განმავლობაში აი ესეთ რაღაცებს გიგონოს დილობიანად ძალიან დილობიანად. გაჩეკა რამე? არა, გაჩეკა არაფერი, კურტკა შემიმოწმეს არაფერი, ახლა გაჩეკა არ გაგხადეს და ფეხსაცმელი და არაფერი არ გაუხდივა დედაქტორი ჩინოვნიკ. არაფერი არ გაუხდია. ნახე ჩემი კურტკა რო ყვიროდა რა გაჩვენა. აბა. აუ, აზე ხა. ყვირის ბიჭო კურტკა ყვირის. 5 კაპი იმ დროიდან არის ჩარჩენილი? არა, იმ დროისა ეს კურტკა არა, თქო მე მოხდა რა ვიცი. აი? გახსოვს ეგ დრო? დათვი როგორ არის დათვი? დათვი სუდგომარობაში რომელიც ჩამოიყვანეს ბელი ის არის ახლა. სადრო ჩაი დიდი დათვი? დიდი დათვი ის დათვი აღარა ჩანს რომელიც დაიკარგა და ერთი დიდი დათვი რო გადავიდეთ მაშინ. დიდი დათვი ეხა ის პატარა ბელი ჩამოიყვანეს და ერთად აღავთ. აბა ერთი მე ნახოთ, აბა წავიდეთ. მოდი აქედან წავიდეთ ეხლა. კაი, აბა თქვენ ვინ დაგიბარეს? ვინ დაგიბარა? მე პარასკევს დამიბარა ამირანაშვილი. ვინ ახართ? მე ვარ თამაზ მაყაშვილი. თავისუფალი დემოკრატების წევრი ვარ. და გაზეთები დაარიგეთ? არა. აბა რა გააკეთეთ? ისეთი რაც საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ფული გადარიცხეთ სადმე? ფული მიიღეთ ვინმესგან? გაზეთები დაარიგეთ? არა. რაღაცა ანგარიში გავხსენი ქართულ ბანკში. მე დაიჯადია ხო? მოკლედ დაგიბარეს ახლა მიდიხარ ხო? და მაინტერესებს რაც დამიბარეს. წავით, აბა ნახოთ დათვი რა. წამო. კონტროლის პალატის მიერ მოწყობილ რაღაც ჩემი არის არა ადამიანის აქციელთან შორსდგომ გართობას თოდახანი ქართულ ჭყალებში თოდახანი გავცილდეთ და ზოოპარკში ნამდვილ ზოოპარკში წავიდეთ გორში ვართ ესე იგი როგორც იცით და ვართ იმაში რა ქვია პარკში და ნახეთ რა სერიოზული ქანდაკება თბილისში ესეთ ქანდაკებას მე ვერ ნახავ 12-13 წლის ბიჭი რო ვიყავი, საბა, ესეთ ქანდაკებას გუგლად ვერ ჩაუვლიდი, შეხედე. ახალ ბახს უხდება. და ეს ახალია თუ იყო ადრე? ადრე არ იყო, მაგრამ ამ ბოლო ხანებში გამოაჩინეს. გამოაჩინეს რა? სად ყავდათ ესეთ ლამაზი კაცი? ნახე რა მაგარია. ვინ არის? მე რეიძახიან საქართველოს ლიბერალურ შუა გორში. ვაჰ. არა გადაიღეს არა დიბასოტელი მაყურებო დგას ეს ქანდაკება მესმის რომ შეიძლება არა აქ როგორ იყო გაგიტყდეთ რაღაც პონჩი მაგრამ ქანდაკებაა ეს დგას ისე სიბნელეში რომ მოდიხარ თვალი საშიშია იმიტომ რომ შეგიძლია აგერიოს შეიძლება აგერიოს და დაზიანდე თან აქვეა სტალინის ძეგლი ძვირფასოტელი მაყურებო და უყურეთ ეს სტალინი უყურებს იმ ქალბატონს გოგონას ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძე რას მოესწარი პრაქტიკულად აი ხა ჩვენ მოვედით კარგად ნაცნობ ჩვენთვის კარგად ნაცნობ გორის ზოოპარკში და ნახოთ დათვი დათვი სად არის დათვი ბიჭი პატარა ბიჭი დათვი სად არის რამდენი წლისა ხარ 4 ოი რა დიდი რა უნდა გამოყვიდე პრეზიდენტი აი ხედავ როგორ ზდია რა მაგარი ხალხი ახე რა ხალხი კონტროლის პალატა ხო არ გეძახით თქვენს თუ მუშაობთ კონტროლის პალატაში აი ბელი ნახე ეს არის ბელი დიდი ეს ის არის მაშინ რომ გადავიღეთ არა არც ერთი არ არის ხო იქ ქანდაკებად გაზა ბავშვთან ერთად არ გაიარო იმ ქანდაკებას მართლა დიდი მადლობა ძვირფასო საბა ჩვენ ამით ამ მზიანი დღეა ეგ და ამ მზიან დღეს გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით 4 შაბათს გადაცემაში აკრედიტაციის გარეშე